ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომელიც 88 ხმით იძულების წესით გაუშვეს პარლამენტიდან. ნიკა, საღამო მშვიდობისა, მოგესალმები. მოგიხსნეს იმუნიტეტი, გაგიშვეს პარლამენტიდან. სამაჯური, გაგიშვეს პარლამენტიდან და თქვენი რეაქცია მინდა პირველ რიგში მეტყვით რომ არ ელოდით დღევანდელ გადაწყვეტილებას? არა, ველოდებოდი, სიმართლე გითხრათ 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მოხდებოდა. ეხლა მას შემდეგ, რაც ეს საქმე ამოქექა ხელისუფლება, ივანიშვილის დავალებით, ეხლა ხო მოდი შევთანხმდეთ, რომ ამ გადაწყვეტილებას ეხლა ვერავერ მიიღე და ივანიშვილის გარეშე, ბუნებრივი ეხლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დეპუტაცია, ვინც კი შემორჩა ქართულ ოცნებას, გააკეთებდა იმას, რასაც ეტყოდნენ. ანუ არ იქნებოდა არც მსჯელობა, არც განხილვა. ეს საქმე ინგა მართლაც იყო აი ჩემთანაც გასაკვირად იყო 7 წელიწადი იყო რეალურად თაროზე შემოდებული რა. თაროზე იყო შემოდებული 2012 წლის ნოემბერში აღიძრა ეს საქმე და 35 თუ 36 პირს ერთდროულად წარგვიდგინეს ბრალი. დიახ. და წლების განმავლობაში აქ მცირდებოდა ბრალდებულთა რაოდენობა და ბოლოს მოხდა ისე რომ დავჭი მარტო მე ულახელად გეუბნებით. ანუ ყველა და რაც ძალიან კარგი და მიხარობდა დრო და დრო, ხო? როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა ყველას მიმართ. კი არ ვიბერკი არ დაიჭირეს ან გაამტყუნეს, არა. სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ანუ განარიდეს სისხლის სამართლებრივი დევნისგან და შემორჩი მარტო მე. აღარ იცოდნენ რა იქნათ. ეხლა რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო აქტიური ხდებოდი ამ პოლიტიკაში, იფიქრეს ალბათ მოდი ხო არ შემოვდოთ ეს საქმე თაროზე და მართლაც ასე შემოდეს, ტვერდადებული საქმე იყო და აი როგორც ალბათ როდესაც ეს გავრილოვის საქმეში დარწმუნდნენ, რომ დაახლოებით 10 თვე ეს საქმე ვერ დამთავრდება, უამრავი მოწმია დასაკითხი როგორც ბრალდების ხარეს, ასევე მოწვის ხარეს, აი მოიტანეს ეს საქმე და ამ სასამართლოს პირობებშიც კი ინგა რეალურად სრულფასოვანი გამამტყუნებელი განაჩენის ვერ გამომიტანეს, დამაჯარიმეს უბრალოდ. აი ჯარიმა დამაკისრეს 25,000 ლარი და მე ეს საქმე გამოაცუნცულეს პარლამენტში. ამ ცუნცულებმა მე ვინც დახდნენ, იცუნცულეს, დღეს შეცუნცულდნენ კომიტეტის ხტომაზე, იქ უცბად დაამთავრეს მეგონი 10 წუთში ის ხტომა და მე დაამთავრეს მე მარტო გეუბნებით, ეხლა რომელი ჟარდადებული გინახავთ ან ბრალდებული, როდესაც ეთერში ჩაგერთება და იტყვის, რომ იცით რა, აი მე არა ვარ დამნაშავე, მაგრამ ნუ არ ვიცი რამდენად დამიჯერებე, საერთოდ არაფრის შუაშია ეს საქმე, რომ რაიმეს ხელს აძლევდეს ხელისუფლებას, ხო? უბრალოდ რომ დარწმუნებულიყო ხელისუფლება, რომ ეს არის რაღაცა ძლიერი საქმე, რითიც მე დამასუსტებდნენ, ან მატკედნენ, ან ხელს შემიშლიდნენ რა. შარშან ნიკამელი არ იყო აქტიური, შარშან ნიკამელი არ იყო აქტიური, 2016-ში არ ვიყავი დარბოდი, თავგადმოგლეჯილი ხანი ალთას რისი მოლოდინი გაგიჩინათ ამ ყველაფერმა და დღეს უკვე პარლამენტს მიღმა დატოვება. ინგა გაგიჟებული არის, უბრალოდ გაგიჟებული არის. ეს არის ჩემი ერთადერთი ფიქრობა, ნაკლებად აკადემიური, მაგრამ სწორი შეფასება, გაგიჟებულია. მას შემდეგ რასაც უკეთებს, ეხლა გიგი უგულავას, ეხლა რა მიკვირს, რატომ უნდა მიკვირდეს, ხო? წარმოუდგენელია, ხო, ძიუდოისტები იქით მიუქსია დაღურულ ზონაში. თავს დაესხნენ გოკა გაბაშვილს და გიგი უგულავას. და მართლაც ვერ წარმოიდგენდა ვერავინ და ბრალდებული გამოვიდო და გიგი უგულავა. წარმოვიდგინეთ. და აი ეს ძიუდოისტი აღმოჩნდა ეხლა თურმე ერთ-ერთი ის ზონდერი, რომელიც 16 ნოემბერს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირზე. ანუ 14-ში ხო ოცნებამ ჩააგდო ეს პროპორციული კანონპროექტი და ხალხი ხო აპროტესტებდა უკვე რუსთაველის გამზირზე. 16 ნოემბერს თუ გახსოვთ, დაახლოებით 15-10 მოზონდერო ელემენტი მიუქსიეს ახალგაზრდებს და ერთ-ერთი ეს არ ვიცი თქვენ მოასწარეთ თუ არა ამ ვიდეო კადრების ნახვა. იცით რა მინდა კადრები ანუ ამ ვიდეო კადრები დადასტურდა, რომ ეს ძიუდოისტი სადმე კი არ მიფრინავდა ინგა, მიიყვანეს და გააკეთებიეს ის რაც ამიტომ ამ ყველაფრის შემდეგ საერთოდ არაფერი არ მიკვირს რა. არც ის გამკვირებია 20 ივნისის მათ გაუკვირდათ უბრალოდ რაღაცა ვერ გათვალეს და ის განზრახვა სისულეში ვერ მოიყვანეს და ვერ დამიჭირეს, იმიტომ რომ მთელი, არ ვიცი, მე მგონი 8-9 საათი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა
როგორ მას ამართებდნენ პარლამენტში და მტკიცებულება ვერანაირად ვერ წარადგინეს და დასუსტა ძალიან მათი ეს პროპაგანდა, რომელიც მთელი ერთი კვირა მანამდე აგორებული ჰქონდა და საერთაშორისო საზოგადოების მეცადინეობით. რა მინდა იცით რომ მკითხოთ, ეხლა როდესაც უკვე პარლამენტს მიღმა აღმოჩნდით, როგორ ფიქრობთ, ელოდებით თუ არა რომ აი იგივე იმ საქმის გამო, რის გამოც სამაჯური გადევთ ხელზე, შესაძლებელია ციხეში გაგიშვან. აღარაფერი აღარ გიცავთ, იმუნიტეტი აღარ გაქვთ, პარლამენტის წევრი აღარ. ამიტომაც გაკეთდა რა ნამდვილად ეხლა რომ გამოდის ის ბატონი რა ვიღაცები ქართულ ოცნებაში და კრიმინალს საუბრობს უნდა იცნობდეს საქმის არს ადამიანს რომ შეიძლება დაგიჭირონ ამას გეკითხებით ბიძინა ივანიშვილი დიახაც ალბათ ფიქრობდა რომ ადრე გახარიასაც წამოსდა რომ მელიაო ძალიანო როგორ თქვა მოხერხებულად იყენებს სადეპუტატო იმუნიტეტსო რა თქმა უნდა ეხა დიდწილად რატომაც მე დღეს პატიმარი არა ვარ და ვერ დამიჭირა 25 ივნის თუ 26 ივნის ეს იყო ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი და სტატუსი ანუ ძალიან ტკინვეული ნევსის ყუნჩში გაძრომა მოუწიათ და გაიჭედნენ ამ ნევსის ყუნჩში და ვერ გამოცვედა ამასობაში დავჭი მე გარეთ ხო ვერ შემზღუდეს ვერც პარალიზება მოახდინეს ჩემი რა თქმა უნდა ეხა ნებისმიერი ასე თქვა საბაბით ეხა ვიღაცა გიჟი ეხა სახლიდან გამოვედი ვიღაცა ძიუდოისტი არ ვიცი მე არ მინდა ეხა უხეში ვიყო დამახვედრეს სახთან აქეთ აგიტეხა ჩხუბი იქით პასუხი გაეცი თავდასხმა არის სინამდვილეში თავდაცვა არის ჩემი მხრიდან და ბრალდებული ვარ პირობითი რა თქმა უნდა სადმელია ოქრუაშვილი რისთვის ყავთ რა რაიმე საფუძველი ქონდა მისი მეგობარი სამ საქმის გამო არის პატიმრობაში ამიტომ გაჩნდა ასეთი მოსაზრება მოლოდინი რომ უკან კი არა და შესაძლებელია ციხეში გაგიშვან კი რა საფუძველი რა არანაირი უბრალოდ ადამიანი ესე თავხედურად ციხეში მოათავსეს და მისი მოახლოესი მეგობარი მანამდე იარაღის ჩადების ვითომ ბრალდებით და გიორგი რურუა რისთვის ხავთ აბსოლუტურად არაფრის გამო ხო და აგერ დღეს რაც ხდებოდა ხო გიგი უგლოზე მოყვე რა თქმა უნდა მაგრამ იცით რა არის ბიძინა ივანიშვილი ეხა ჭკვიანოს ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებს იმიტომ რომ ისეთ სპირალშია რომ მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შეცდომას დაუშვებს და ნებისმიერი დამატებითი პატიმარი მისთვის არის ძალიან დიდი თავისტკივილი და მისი დასუსტებისთვის ხო თუ მაინდა-მაინც ამიშტაზე არის რომ ეხა მე ციხეში უნდა ვიყო ისიც ძალიან კარგად ვიცი რომ მას აუცილებლად დავასუსტებ იქიდანაც და იყოს ასე მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ამას ვერ მოახერხებს და მინდა რაღაცა მნიშვნელოვანი თქვა რაც ამ პერიპეტიებში გამოგჩა ისიც რა დღეს რა მოხდა აი ხო წარმოვიდგინეს მე ბრალი და მითხეს რომ ქართულ ბანკს მელი აკოტრებდაო რა თქმა უნდა ქართულ ბანკთან მიმართებაში ხა იდიოტური საკანონმდებლო ცვლილება მიიღო წინა ხელისუფლებამ როდესაც ქართულ ბანკს პირველად იპოთეკარის უფლება წაართვა მაგრამ არაფრის შუაში აქ არ იყო ასულების ეროვნული ბიურო და ახსულების ეროვნული ბიურო ანუ რომელიც ხელმძღვანელს მე ვიყავი და დღესაც ყავს თავისი ხელმძღვანელი რას აღასრულებდა ინგა აღასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა და ბატონო დიახ სასამართლო გადაწყვეტილებას მე მის საფუძველზე ამოწერილ სამსოფლოს და ვინ იყო ის მოსამართლეები ერთგვარს დაგისახელეთ რომელიც დღეს უადოდ 2045 წლამდე დანიშნეს გაბინაშვილი აი ეს გაბინაშვილი დააწყამდა ბეჭედს საქართველოს სახელმწიფოს სახელით ქართულ ბანკს შეუტევდა გადაწყვეტილება გამოცხებოდა მოიტანდნენ ახსულების ეროვნულ ბიუროში და იქ ვალდებულია ეხლა აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ეს ადამიანი 2045 წლამდე დანიშნეს უადოდ და რახან მე ოპონენტი ვიყავი კი ბატონო მაგრამ ხა მე რო დეპუტატის მანდატი ხა არ მიდევს აქ ეს არაფერს ანიშნავს მე გრძნობ ხალხში მხარდაჭერას და ეს რო ასე არ იყოს ამ საქმეში ვერ ვიქნებოდი და ფიქრობ რომ ის ადამიანების 88 კაცი ვინც დარჩა აი ნეტავ ცდებოდი აი ასე მგონია რომ ნაკლებად რბილად ვიტყვი ნაკლებად დეპუტატები არიან ვიდრე მე ეხლა მანდატის გარეშე მე ხალხის მანდატი მაქვს და ეხლა გინდა ბექაოდიშარია და გინდა მიხეილ ყაველაშვილი და გინდა ქალბატონი ეძღლა მაჭავარიანი შეურაცხყოფის გარეშე რა დაწმუნებით შემიძლია ვთქვა ამ ნაწილში რომ პოლიტიკას ეს ხალხი არ აკეთებს უბრალოდ არიან იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რომ დაიძახებს
ბატონო, მოფრინავ, რა გნებავთ? დავტრიალდი, გამოვაცხოთ ხაჭაპური, დავზვიად. აი ეს ხალხია, ხალხო. მორჩა გათავდა და მოვკდა ქართული პარლამენტარიზმის საქართველოში ამ მოწვევის პარლამენტში არავის არაფერი საქმის კეთების თვალსაზრისით არ ესაქმება. მალე გავისტუმრებთ და მე დარწმუნებული მომდენო პარლამენტი მოწვევის მეათე იქნება გააცილებით უფრო კომპეტენტური და საქმეზე ორიენტირებული. მადლობა ჩვენთან ერთად რომ იყავით. ნიკა მელიას საუბრობდა პირდაპირ ეთერში.